კახეთში რთველია. ბოლო მონაცემებით რეგიონში 10,000 ტონამდე მოსავალი უკვე გადამუშავებულია. 20-მდე ღვინის კომპანია კი ყურძენს უკვე რამდენიმე დღეა იბარებს. თუმცა მევენახეების ნაწილი ყურძნის ფასით უკმაყოფილოა. ამბობენ, რომ სახელმწიფო სუბსიდია გაწეულ ხარჯებს ვერ ანაზღაურებს. ყურძენი შემოსულია კონდიციაში 23 გრადუს აცდენილია უკვე. ეხლა არის მთავარი საზრუნავი გლეხისა, რომ დროულად უნდა დაკრიფოს. მოსავალი უნდა ჩააბაროს მარნებს. გელა ნანობაშვილის მოსავალი 11 ტონა საფერავის ჯიშის ყურძენია. მიუხედავად უხვი მოსავლისა, მევენახე უკმაყოფილოა, ამბობს, რომ სახელმწიფო სუბსიდირება საკმაოდ დაბალია და მიღებული შემოსავალი თვითღირებულებას ვერ აანაზღაურებს. ლარი არ არის საფერავისთვის ის ფასი, რომელიც იმის თვითღირებულებასა და მოგებას რო შეესაბამებოდეს რა. არის ძალიან მიზერული თანხა შეიძლება დაჩეს და ღმერთმა არ აქნას ზევიდან რაღაცა რომ მოვიდეს, აი მაგალითად გუშინ სეტყვამ ჩაგვიარა სულ რაღაც 100 მეტრში. ჩათვალე რომ 3 წელიწადში გლეხი შეიძლება აი ვერ გასწორდეს. ფალსიფიცირებული პრეპარატები და ყურძენზე დაბალი ფასი პრობლემებია, რაზეც კახეთში მევენახეების ერთი ნაწილი ჩივის. მათი თქმით, შხამ ქიმიკატებზე ფასებმა იმატა, თუმცა ხარისხმა იკლო, ეს კი მოსავლის ღირებულებაზე პირდაპირ უარყოფითად აისახება. შარშაწის, კი ბატონო, საფერავში 2 და 40 გვაძლევენ, ხო? მეტნაკლებად კმაყოფილები ვიყავით. წერს ლარი თავის სუბსიდიით ხო გას. კაცშევიც 84-იო, როცა ლარი იყო კაცელი და შრომა მიდის წამლების ფასმა აიწია. რეგიონში 20-მდე ღვინის კომპანიამ ყურძნის მიღება აქტიურად დაიწყო. ერთ-ერთი სააქციო საზოგადოება აკურაა. ამ ეტაპზე გვაქვს მიღებული 2000 ტონაზე მეტი უკვე ყურძენი არის გადამუშავებული. ყველანაირი პრობლემებისა და გართულებების გარეშე. რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ქარხნებთან შესაძლოა რიგები იყოს, თუმცა გლეხს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რთველი აქტიურ ფაზაში ჯერ არ გადასულა, მიუხედავად იმისა, რომ დედოფლის წყაროში ან ქვედა ნაწილში, სადაც ყურძენი არ მიწიფდება, ფაქტობრივად დასრულდა, სიღნაღი უკვე ნახევარზე მეტი დაკრეფილი და გადამუშავებულია, თუმცა გურჯაანის რაიონი, ყვარლის რაიონი და უფრო ზედა ნაწილი კახეთის ჯერ სიმწიფეს ელოდება, საერთოდ ამ შაბათ-კვირას მომავალ კვირაში იქნება უფრო აქტიური კრეფა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს კახეთის რეგიონში 200,000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდება. აქედან 150,000 ტონა საწარმო გადამუშავებისათვის იქნება. ქარხნები რქაწითელი ჯიშის ყურძნებზე სახელმწიფო სუბსიდირებასთან ერთად 80 თეთრს, ხოლო საფერავზე 1 ლარს იხდიან.